Europe is in a fight. ევროპა ახლა იბრძვის და ეს არის ბრძოლა ერთიანი და მშვიდობიანი კონტინენტისთვის, თავისუფალი და დამოუკიდებელი ევროპისთვის. ბრძოლა ჩვენი ღირებულებებისა და დემოკრატიებისთვის. ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისა და ჩვენი ბედის დამოუკიდებლად განსაზღვრისთვის. არ შეცდეთ, ეს ჩვენი მომავლისთვის ბრძოლაა. ძალაუფლებაზე დაფუძნებული ახალი მსოფლიო წესრიგის საბრძოლო ხაზები ახლა იკვეთება. ასე რომ დიახ, ევროპამ უნდა იბრძოლოს. უნდა იბრძოლოს თავისი ადგილისთვის სამყაროში, სადაც ძალიან ბევრი ძალა, ან ორაზროვანია, ან ღიად მტრულად არის განწყობილი ევროპის მიმართ. ეს იმპერიული ამბიციებისა და იმპერიული ომების სამყაროა და სწორედ ამ ყველა მიზეზის გამო უნდა წარმოიშვას ახალი ევროპა. და დღეს ჩვენ ვიხილეთ პოლონეთისა და ევროპის საჰაერო სივრცის უგუნური და უპრეცედენტო დარღვევა 10-ზე მეტი რუსული დრონის მიერ. ევროპას სრულ სოლიდარობას უცხადებს პოლონეთს. პუტინის გზავნილი ნათელია და ჩვენი პასუხიც ნათელი უნდა იყოს. ჩვენ გვჭირდება მეტი ზეწოლა რუსეთზე, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. ჩვენ გვჭირდება მეტი სანქციები. ჩვენ ახლა ვმუშაობთ სანქციების მე-19 პაკეტზე პარტნიორებთან ერთად. ეს რუსეთის ომია და რუსეთია, რომელმაც უნდა გადაიხადოს. სწორედ ამიტომ სასწრაფოდ უნდა ვიმუშაოთ უკრაინის საომარი ძალისხმევის დაფინანსების ახალ გადაწყვეტაზე, რომელიც დაფუძნებული იქნება რუსეთის აქტივების გამოყენებაზე. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას, რომ მისი ტექნოლოგიების საბრძოლო უპირატესობად იქცეს. And in my eyes, the choice is very clear. Independence moment. ევროპა ეს იდეა, თავისუფლებისა და ერთობის იდეა. სწორედ ეს იდეა ამოძრავებდა თაობას 1989 წლის შემდეგ, როდესაც აღმოსავლეთი და დასავლეთი გაერთიანდა. და ეს იდეა ახლაც ისეთი ძლიერია, როგორიც იყო მაშინ. სწორედ ამიტომ მომავალ წევრ სახელმწიფოებს ვეხმარებით დაუახლოვდნენ ჩვენ კავშირს. ვდებთ ინვესტიციებს, მხარს ვუჭერთ რეფორმებს, ინტეგრაციას ერთიან ბაზარზე. ამ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ტემპი, რადგან მხოლოდ ერთიან და ხელახლა გაერთიანებულ ევროპას შეუძლია იყოს დამოუკიდებელი ევროპა. უფრო დიდი და ძლიერი კავშირი ყველა ჩვენგანის უსაფრთხოების გარანტია და რადგან უკრაინის, მოლდოვის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის მომავალი ჩვენს კავშირშია, მოდით ევროპის შემდეგ გაერთიანებას ფრთები შევასხათ.